აი ასე მოვიდა თმაზე ხელმოდი რატო არ იღებაო იმაზე თუ ვიფიქრე ახლა მეზობელი დასიფიქრებს ჩემზე და ისე ხა მე როგორ გამომხედავს და ქუჩაში მოვდივარ და ვიღაცამ ჩამირბინა უბრალოდ შემხედა და იმას ორ წამში აღარ ვახსოვარ აი რატო ვიდარდო ის ჩემზე რას იფიქრე მე ხო მას არ ვაწუხებ აი სხვის პირად სივრცეში შეჭრა რა საშინელებაა რა საშინელება კი ნამდვილად იმიტომ რომ არავის არ ეხება მე თმა შევიღება თუ მე ასე ჩავიცმევ თუ რას მე არავის ხელს არ უშვი მე პროვოკატორი არა ვარ რომ ადამიანი ცუდისკენ პროვოცირება გაუკეთო ფიზიკურად სხვანაირად ჩემი პრობლემა არ არის ეს მის თავშია მის რეალობაშია ის რომ არ მოწონს თმა შეღებილი აქვს ქალს თუ არა აქვს თუმცა ბათუმი პატარაა და მაინც დამოკიდებულება იყო რომ ხალხის თვალში როგორ გამოჩნდები და ხალხი რას იფიქრებს მაგრამ რატო გაკითხებით იცი რამდენი წელი დაგჭირდა ხო და ასაკმამონცა მაგის საშუალება და მაგის ნებართვა უკვე ამას აქში შვილი გაზრდილია ნუ ქალბატონებს შვილები გაზრდილი ჯერ არ მყავს შვილიშვილი მაგრამ სიამოვნები და დიდი სიხარული დავეხმარები ჩემს შვილს მაგრამ უკვე ამ შინაგან თავისუფლებას რასაც ქვია რომ ჩემ თავს ვეკუთვნი ეს მგონია ზუსტად ამ ასაკმა მომიტანა